საღალი და მამისა და ძისა და სულისა თმისა და დღეს არის 22 თებერვალი, ხო? დღეს არის ხსენება 2014 წელს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ამოასვენეს. 2014 წელს 22 თებერვალს. და მამა გაბრიელი კიდე ვინ იყო? მამა გაბრიელი ჯერ მოწვარი იყო და მე გახდა სალოსი. სალოსი კიდე რა არის? ქრისტესთვის სულელი. ახაც ბევრს გონია რომ ის გიჟი იყო, ის ლოთი იყო. და ეს რა სალოსობა რა არის? აი რუსეთში იყო ქსენია პეტერბურგელი და ეთეთი სალოსი. სალოსობა რა არის? შენ ისე იცები რომ სოს გიჟი გონი ხარ, სოს ლოთი გონი ხარ და რამხელა უცო დინარობა ამბობე რომ ეს პატრიარქი დევნიდაო იმას რა ქვია მამა გაბრიელსო და ხდები როცა სალოსობას იწყებს ახლა მე თუ შემხედავენ ისე მოიქცები როგორც ლოთი, როგორც გიჟი რომელი პატრიარქი არ შემაჩერებს ასევე შეაჩერა პატრიარქმა მგლობა იმიტომ შეუჩერა მამა გაბრიელს რომ დაიწყო სალოსობა დაიწყო ესე იგი ხები წინაშე ზოგისთვის ლოთი იყო ზოგისთვის გიჟი იყო იგინებოდა და არის დოკუმენტური ჩანაწერი მე თვითონ მაქვს ნანახი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომ სიონის ტაძარში მამა გაბრიელი ემთხვევა როგორც პატრიარქს პატივს სცემს იმას რა ქვია პატრიარქს არის ამით ამიტომ რომ არიან მიმდევრები რომლებიც ამბობენ რომ აი ცუც ამბობენ და ახლა ცუც ახლა ვიცით რომ ზოგი ამბობს მაგრამ ეს არა გასაკვირი რომ პატრიარქზე და ღვთისმსახურებზე ზოგიერთი არხები გვიჩვენებენ ისეთ მოძღვრებს, ვისაც 100,000 მანქანა ყავს ან 300 სახლი აქვს. და საერთოდ არსებობს ისეთი სფერო, რომ ან მასწავლებელი ავიღოთ, ან ექიმი ავიღოთ, ან სპორტსმენი ავიღოთ. ვიღაცა თოფური ადამიანმარდაშვილია, ვიღაცა შეიძლება წააგოს. ასევე ექიმი ზოგი ფუძე ამთავრებს, მაგრამ ზოგი ექიმი კარგია. აი მოციქულებიდან იუდა მოციქული იყო და გახდა მოღალატე, მაგრამ 12 მოციქულიდან 11 ეწამა ეს იყო აი ჩვენ დროს ახლა ჯოფრესასაკი ხო ვარ და იყო ასეთი ისა რომ ახაც არის ზოგში ღმერთის ძამს ხდელის არა მიუხედავად იმისა რომ 70 წელი გვასწავლიდნენ ღმერთი არ არისო 80% მეტი თუ არა ჩვენი ასაკი არის მორწმუნე მაგრამ ესე იგი დაცინვა იყო ხშირად სამძელოების კინოებში და ხელოვნებაში ხო და ამიტომ ესე იგი არის ესე ასეთი ისა ახაც არის რომ აი ახაც შემოვიდა მოდაში ახალგაზრდებში რომ ღმერთის ძამს მე თვითონ მიტყვი აღსარებას და ამ დროს მე ხო გამოსილება მაქვს 95 წიდან მღებულობ აღსარებებს და რას ხედავ ჩემთან ბევრი დღეში 10 კაცი მოდის ხანდახან ხედავ რომ ვინც კვდებოდა ნერვოზით ძილი არ ქონდა თავის მოკვლის აზრები ქონდა სამ დღეში ერთ კვირაში გამოდის მდგომარეობიდან აღსარების საიდუმლოთი და ზიარების საიდუმლოთი და მადლობა მისვა ამის საშუალება გვაქვს. რაც შეეხება მოძღვარს, არც ამბობენ ღმერთის ძამს ხდელის რა თქმა უნდა მე ან ნებისმიერი წმინდა მამა გაბრიელიც ზოგი აღმერთებს, ზოგი ვერც ახლა სახელი ამინდა თქვა უფალოს იესო ქრისტეს ეძახის. რამხელა ისაა უცოდინარობა, როგორ შეიძლება მამა გაბრიელს ეს მამა ღმერთია თქვა და ის სასაცილოა თან სატირალია. ერთ ვერზე ამბობენ რომ იესო ქრისტე არისო და მამა გიორგი ბასნაძე როგორ დაეცვალა სულიწმინდა არისო ეს არის ინდურ სწავლებაში რომ რეინკარნაცია ესა დიდი შეცდომა და ფანატიზმი ქვია ამას და იმაში წერია რა ქვია სახარებაში დღესაც წავიკითხეთ რომ იტყვიანო ქრისტე აქ არის და ქრისტე იქ არის და თქვენ უნდა ეცოდეთ მის მოწმენები ხართ უბლის ბევრად მოსვლა როცა იქნება ოქროც კი მის წინაშე გადნება ხა მზე რომ მოახლოვდეს ახანე ოქროც ხო ვეღარ გაუძლებს გადნება ხო აღარ იქნება მაგრამ ჩვენ კი არ მოვისწრებით იმ დროს სხეულში თუ ვიქნებით ეს ხცნადიო წამში შეიძლება ანგელოზებრივი სხეულა და ამის მაგალითია ქრისტე ამგარი რო ადგა ქრისტე ეჩვენა მოციქულებს როცა იყო დაგედილი გარები და არ გაუღია გარები ისე გავიდა ჩვენ ვიცით ეგრესიული სწავლებით რომ ანგელოზებს შეუძლია კედელში რკინაში ყველგან გავიდნენ არ აქვს მაგათ წინაღობა ასევე ჩვენი ამგარი სხეული არ იქნება ასეთი ხცნადი რომ გაჭირა სისხლი წამოიქნება ანგელოზებრივი მაგრამ ღმერთთან რო ვიყოთ ზოგი იქნება ღმერთთან ზოგი არ არის საჭირო სინანული ღმერთი რას ამბობს მე მოვედიო ცოდვით ათვისო და არა მართლად ათვისო ეს ხალხი რევოლუციები რომ მოაწყვეს
საფრანგეთში ბურჟუაზიული, ასევე კომუნისტური წყობის დროს. თავი ვინ იყო ეშმაკი? ეშმაკი რას აკეთებს? ეშმაკს აქვს მოქმედების თავისუფლება. და აი კარგით ხატყობს, როგორც მეთევზე ატყობს თევზს. და თევზი ტყუდება ჭიით, ასევე კომუნისტების დროს ვითი მოტყუდა უბრალო ხალხი. ლენინმა კი იცოდა ვინ წინამდე მიდიოდა ღმერთის, მაგრამ უბრალო ხალხი ოჯოგიძე, მახრაძეები და სხვები ვითი მოტყუდნენ ლოზუნგებით, ძმობა, ერთობა, თანასწორობა, მიწაგლეხებს, ფაბრიკამუშებს და რა გააკეთებინა? დაანგრევია ტაძრები, დაახვედია მოწმე და 70 წელი გვასწავლიდნენ. ეს ცხოვრება წარმოიშვა აფეთქებისგან და ადამიანი მაიმუნისგან. თან სასაცილოა, თან სადირალია. ახლა კიდე დემოკრატებს ითი ატყუებს. დასავლეთზე რო უწყინავ თვალები და ევროკავშირის დროშა რო უკავიათ. გერმანიაში მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ დედა ამოიღონ ხმარებიდან, იმიტომ რომ თუ ეს ოჯახები იჩაგრება, სადაც ორი კაცია მშობელი და ორი ქალია მშობელი. და ლოზუნგები რა არის ახლა? ადამიანთა ფერბაჩო და თავისუფლება. და სადამდე მიიყვანა ეს ხალხი, რომ ორკაც შეუძლია შეიყვანოს კანონით. ორკაც ბაში ეყვანოს, ეს რას ქვია? აი მაგალითად საბერძნეთი ავიღოთ. ქვეყანა სადაც გვერდში 10 ტონის და სადაც მინიმუმ 10 მილიონი მოსახლეობა და მართლმადიდებლობა ესე იგი საიდან პირველი საუკუნიდან მოდის. ბიზანტიის იმპერია იყო, ასეთ ქვეყანაში დააკანონებიეს არასწორი ქორწინება და ჩვენს რამდენი ხანი ჩვენს ხელისუფლებას წელიწად ნახევარი თავში უტყამდნენ, თქვენც მიიღეთო, კაცო, თქვენც ესე იგი პროპაგანდა დაუშვითო და არ გვეშლებოდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ღმერთმა მოიყვანა ამერიკაში შეერთებული შტატების ესეთი კაცი, ვინც ამბობს ქალი ქალია, კაცი კაცია. თან სასაცილოა, თან სადირალია, მაგრამ მადლობა ღმერთს. ლოცვით ყველაფერი შეიძლება. რომ პატარა ქვეყანა რო ვარ და ზოგს შენი მეუბნება რო შევინარჩუნდე, ამ დროს იმპერიები აღარ არის. რატო შევინარჩუნეთ? იმიტომ რომ ხელისუფლება ხშირად იყო მონობაში, ახაც უნდათ დამონება და დაარქვეს რუსული კანონი. იმ კანონს ითაც უნდა ბედნიერი იყო, რომ შენი ბავშვები დაცული იქნებიან იმ უზნეობისგან, რაც ევროკავშირში ხდება. ევროკავშირიდან კარგი გადმოვიღოთ, ცუდი არა, იმას ქვია თავისუფლება და მეთ მაგნასო თავისუფალი ყოფილიყოს ადამიანი და თავისუფალი ადამიანები რას ქვია თავისუფალი გამხდარიყავით, იმიტომ რომ ხედავ რომ მასპედიან დიდი ზეგავლენა მოახდინა არა მარტო ახალგაზრდობაზე. ჩვენ ასაზეც კი კიდევ გავემეორებ და ამის წინაშე ვთქვი რომ ერთს გავუკვირდა, როგორ თქვენს რო კაცო შემონასტერში ევროკავშირზე ცუდიო. ესე იგი იმისთვის, ვინც მაზიარებელია უკვე 30 წელია, ვისაც პროფესორი ქვია, ხანა ცოდნით. ცოდნა და განათლება ერთადერთი არ არის. როგორ შეიძლება გული არ გიკვდებოდეს იმაზე, რაც ევროკავშირში საზიზრობა ხდება ევროკავშირში. ახლა რო გვდება ხალხი უკრაინაში და ღაზაში, იმაზე ნაკლებად არ მკვდება გული იმაზე, რომ ბავშვს კეთილსუფლება აქვს და ასწავლიან ბავშვს ბაღიდან დაწყებული, ვინ იქნებიო, რამხელა საზიზრობა, რამხელა საშინელება და შენ კიდე გიკვირს, როგორ თქვენსო ცუდიო, კაცო. მაშინ როგორც მამა გაბრილმა დაწვა ლენინის სურათი და კომუნიზმი იყო ბედნიერება და ლენინი იყო ესე იგი ლენინის დიდებაო. ასე გახდა ზოგიერთი მოწმეების ევროკავშირი სადიდებელი. სადიდებელი მარტო ღმერთია, დიდება ეკუთვნის მარტო ღმერთსა. ღმერთმა მოგცეს მეტი რწმენა, ჩვენთანაც ღმერთი.